უკვე მესამე თვეა, რაც ისრაელმა ღაზაში საკვების შეტანა აკრძალა. ჩრდილოეთ ღაზაში პალესტინელებს რიგში უწევთ დგომა საქველმოქმედო სამზარეულოსთან, რომელიც ნანგრევებს შორისაა მოწყობილი. ბეით-ლაჰიაში მშიერი ქალები, ბავშვები და მამაკაცები ცარიელი ჯამებითა და პლასმასის კონტეინერებით ხელში უკეთესი ადგილის დაკავებას ცდილობენ, რათა ბოსტნეულის წყალწმიანი მაინც მიიღონ. გეფიცებით მე აქ დილის 9 საათიდან მოვდივარ. გუშინკის საკვების გარეშე წავედი. დღესაც ხელცარიელი ბრუნდები. ძალიან ბევრი ხალხია. მე არავის ვადანაშაულებ, რადგან ყველა მშიერია და სურს საკუთარი შვილები გამოკვებოს. ჩემს ოჯახში 20 სულია. 3 წლის ბავშვი მყავს, რომელიც მთელი დღე ტირის. რადგან შია. არ გრცხვენიათ ამის გამო. ჩვენ გვსურს, რომ ომი შეჩერდეს და საკვების შემოტანა დაუშვან. გამოსავალი გვინდა, ვიდრე ეს ტანჯვა, რომელშიც ახლა ვართ. გადავიღალეთ ამ ყველაფრით საქველმოქმედო სამზარეულოებში მისვლით, სადაც სულ ვიღაცა გაწვება და ერთი ამბავია. საკუთარ სახლში ვერ იძინებ, ვერც გარეთ, სხვაგანაც ვერ მივდივართ. ახლა საკვებიც კი აგვიკრძალეს. ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელმა ფატენ ალ-მადჰუნმა განაცხადა, რომ ბოლო 3 თვეა ისეთივე ვითარებაა, როგორც ომის დაწყებისას იყო. მე ადამიანებს საკვებს ვუმზადებ უკვე წელიწადი და 8 თვეა, თუმცა რეალურად შიმშილი ბოლო 3 თვეა დაიწყო. ამ ხრივ იმავე მდგომარეობაში ვართ, როგორც ომის დაწყებისას იყო. ადრე იმდენი მქონდა, რომ 20-მდე ადამიანს გამოვყვებავდი. ახლა კი გაცილებით მეტი ადამიანი მოდის. ისრაელის შეტევამ ღაზის ურბანული ლანდშაფტის დიდი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. მოსახლეობის 90% კი რამდენჯერმე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ისრაელმა 2 მარტს აკრძალა ტერიტორიაზე ყველა სახის დახმარების, მათ შორის საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ღაზაში სავარაუდოდ შიმშილი იქნება, თუ ისრაელი არ მოხსნის ბლოკადას და არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას.